მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ვნახოთ ჩვენი ტრადიციული გაშლა, კვირის პროგნოზი, ხო? ნახოთ ეხლა ვისთვის იქნება გაშლა. ნახოთ. და მე როგორც ყოველთვის სამი სფერო განვიხილოთ, ხო? ტრადიციულად უკვე. ნახოთ აბა რა ენერგიაში ხართ. რა ენერგიებში ხართ ეხლა? Так, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენ მომდევნო კვირის განმავლობაში. ნახოთ. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. Так, პირველი სფერო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ხო? სამსახური, სწავლა, ბიზნესი, ვის რა. ნახოთ. Так, ფინანსური მდგომარეობაც განვიხილოთ აუცილებლად. და ურთიერთობა რა თქმა უნდა, ხო? რა თქმა უნდა ურთიერთობაც ნახოთ, აბა. რა გელოდებათ. ამ კვირის განმავლობაში. всё, დავიწყოთ. ვისთვის არის გაშლა? და ძალიან მაგარი ენერგიებში ხარ თქვენ, შემიძლია გითხრათ რა. აქ როგორი მომენტი არის, იცით, აი თითქოს მაღალი არკანები მნიშვნელოვანი რაღაცა არის. იცით როგორი თემა? აი თითქოს მე ვირჩევ ჩემ თავს, მე ვაკეთებ იმას, რაც მე უნდა გავაკეთო. აქ თქვენ აი როგორ ხართ, შეიძლება ეხლა ისეთი ეტაპი გაქვთ, რომ თქვენ ჩანხართ, იზიდავთ ადამიანების ყურადღებას. შეიძლება აქ რაღაცა ზოგს ახლა даже წინსვლაც აქ ძალიან მაგარი, ან რაღაცას აპირებთ თქვენ დაუშვით რაღაცა როგორ არის, იცით, აი ძალიან აი თითქოს ესეთი ენერგეტიკა გაქვთ გაიგეთ, რომ რომელიც ანათებს, აი როგორც თქვი, რომელიც იზიდავს, აი თითქოს რაღაცა ძალიან გამოჩდეთ, იცით როგორ არის? ანუ შეიძლება იყო რაღაცა პერიოდი, რომ თქვენ იყავით აი დაუშვით ახლა თქვენს ფიქრებში, თქვენს არ ჩანდეთ რა, იმდენად ეს არის ეგეთი რაღაცა, რომ მაგალითად რო ამბობენ, ვაიმე ეს იგი აი ვერ მხედავენ ხალხი, ვერ მხედავენ და ანდა რო არის, უიმე შენ საქა ხარ, ხო, ან თითქოს შეიძლება იყო ესეთი აი ძალიანაც მიმზიდველი, ძალიანაც უვლიდე თავს, მაგრამ ვერ გამჩნევენ ხალხი. აქ თითქოს გამოჩდით, იცით, დაგინახეს, რაღაცა შეიცვალა თქვენში. პლუს კიდე აქ თქვენ შეიძლება გახვედეთ თქვენ დაუშვით ხალხში, დაიწყეთ ანუ რატო არ ჩანს აი მაგალითად არის ზოგჯერ ძალიან მაგარი სპეციალისტი, მაგრამ შენ თუ არ გახვიდე და შენ თუ ხალხს არ დაენახვე, რანაირად გაიგებენ რომ შენ აქ ხარ დაუშვით და შენ ახლა ხარ მართლაც კარგი სპეციალისტი და შენ გაქვს რაღაცა სათქმელი, რანაირად აი აქ თითქოს თქვენ ახლა უფრო გამოდიხართ, უფრო გამოჩდეთ, უფრო პლუს კიდე რაღაცას ეწყობა მიაღწიეთ რა, აი ძალიან საინტერესო დამსვლა ასეთი მაღალი არკანები გელაპარაკებიან ჩვენ. ძალიან აი ხოგებდი კი აი რაღაც იზიდავთ ადამიანებს, იცით, თქვენ იზიდავთ რა, უნათებს, ზოგი ახლა გზას აჩვენებს, შეიძლება ზოგი იყოთ ისეთი ადამიანი, რომ აი აქ даже გეტყვით, რომ რაღაცა თვისებები თქვენში გაიხსნა, შეიძლება ახალი მიხვდეთ, მაგრამ თქვენ რომ მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ საერთოდ, აი ბევრისთვის ეს ვეჭველე.
ნუ აქ კიდე მაჩვენებენ, რომ შეიძლება ელოდებით ვიღაცა, ელოდებით პარტნიორს, რომელიც თქვათ ახლა არ არის გამოჩნილი, ნუ სადღაც არის რა. კიდე შეიძლება თქვენ თვითონ, ანუ ბიჭებო, თქვენთვის თუ არის, ხო? თქვენ შეიძლება დიდი ხანი იჯექით რაღაც ბლოგში, ან რაღაც ერთ სიტუაციაში, ნუ საიდანაც თქვათ ახლა რთული პერიოდში იყავით, მოდით ასე ადვილად რო ვთქვათ, რთული და ეხლა გამოდიხართ. აქ ესეთი სექსუალური ენერგია, ნუ არ ვიცი, მოდით აბა ვნახოთ, ხო? აი, გამოდის ადამიანი, იჯდეს დედა. ბიჭებო, თქვენთვის ნუ რაღაც ახალი ეტაპი ეწყებათ, აი, ან გინდათ შანსი ქალთან, რომელიც არის თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არ იცით თქვენ ახლა მას რა შევთავაზო, იმიტომ შეიძლება იჯეკით აი აქ ამ სიბნელეში. განდეგელის პროგრამა ეგრევე დაიხატა რა, ქალი, რომელზეც მე ვფიქრობ, ვოცნებობ, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ აი რომ გამოუჩდი რა ვქნა, რა მინდა შანსი, ჩემთვის უძვირფასესი გავიგე მისი ფასი, იმდენი დრო გქონდათ აქ დასაფიქრებლად, მაგრამ გამოდიხართ. ან გოგოებო, ნუ თუ ბიჭები არა, თქვენი პარტნიორი შეიძლება იყოს სადღაც მანძილზე და აი ეხლა თითქოს გრძნობ თქვენ, რომ აი აქ როგორი ენერგია იცით, აი თითქოს გეძახის ეს ენერგია. მიმართული არის თქვენი ენერგია ვიღაცას, შეიძლება რამე პრაქტიკებს ხო არ აკეთებთ თქვენ, რომ ის გამოძახებაზე. აი რაღაც ეგეთი არის აქ ინფორმაცია. საინტერესო ასეთ სიგნიფიკაცია, ჩვენ ხო ასეთ გაშლაზე არა გვაქვს ხოლმე, ნუ რა ვიცი, მითხრეს. და აქ რას უნდა ელოდოთ თქვენ, რა ენერგიებში შედიხართ. აქ რაღაცა პერიოდი ხო გეუბნებით მთავრდება, როცა შეიძლება ნახეთ, თითქოს როგორ არის იცით, გეხსნებათ რაღაცა გზა, მასშტაბირობა თქვენი შეიძლება რასთან დაკავშირებით, მაინც უმაღალ ერკანებით გველაპარაკები, ხო გეუბნებით გეხსნებათ. აქ მოდიან თქვენ ნახეთ, გეუბნებით რაღაცა პერიოდი იყო, შეიძლება თქვენ ვერ აი, ნუ როგორ არის იცით, კი რაღაცას კი აკეთებენ დაკლების დედოფალი რაზე ელაპარაკე, მაგრამ აქ შეიძლება იყო რაღაც ესეთი მომენტები კიდე, რომელიც თქვენ გაწუხეთ, მაგრამ გამოდიხართ და აჰა, მოდის თქვენ და აქ რაღაცა სიყვარულო თემა გაინტერესებთ ვიღაცას ძალიან უფრო მე მგონი ვიდრე სხვა, იმიტომ რომ როგორ არის იცით, რაღაცა პერიოდი დასრულდება პენტაკლების დედოფლისთვის, რომელიდაც ანუ ვერ გამოდიოდა და ეს შეიძლება იყო დაკავშირებული ვიღაც მის პარტნიორს. კიდე იცით რას გეტყვით, აქ ვიღაცა ინტერნეტში შეიძლება даже გაიცნობს ადამიანს, რომელიც თქვათ, ანუ შეიძლება ნახეთ გაიცნობს კი არა. არა, ახალი აქ არ არის, გოგოებო, ახალი არა. არ არის ახალი. აქ რაღაცა ნახეთ, შეიძლება თქვენ იყავით რაღაცა სიტუაცია, აი აქაც ხო იყო რაღაც, თქვით ჩვენ. შეიძლება თქვენ იყავით სიტუაცია, გაუგებარი სიტუაცია, არ ვიცი მე რა ხდება, არ ვიცი დასრულდა თუ გაგრძელდა, თუ იქნებით, არ ვიქნებით, თუ ისევ აი ეგეთი რაღაცები გქონდათ, გაიგეთ თქვენ? და ამიტომ აქ გეუბნებით, რომ რაღაცა ინფორმაცია მოგივათ და გაერკვევით თქვენ. შეიძლება ადამიანი ისე გამოჩნდება, აი აქ ხო ვთქვით. და ამით თქვენ გამოხვალთ ამ სიტუაცია რაღაცა უფრო მეტად მიხვდებით და მშვიდდებით. კიდე თუ დაუშვათ ეს ეხება, ნუ ახლა მე ვნახავ ყველაფერს რაც ეხება ახლა სფეროების მიხედვით, მაგრამ
აქ სიტუაცია იყო რაღაცა დანახეთ, თუნდაც ფინანსური მდგომარეობა თუ იყო, ცოტა შეიძლება გზავნილი ელოდებოდეთ ვინმეს, ან უნდა გაგეგზავნათ რაღაცა ფინანსები და არ იცოდეთ როგორანაირად, მაგასაც გაუმკლავდებით. შეიძლება ფინანსური მდგომარეობა იყო თქვენი ცოტა ისეთი, რომ ხან არის, ხან არ არის. ახლა ვერ გეტყვით, რომ ვაფშე არაფერი გქონდათ, რა იმდენი რამდენიც თქვენ გჭირდებათ, კი. მაგრამ აი აქ სიტუაცია როგორ იცით, თითქოს ძვრა იქნება, თქვენ ნახავთ გამოსავალს, გაიგეთ, გამოდიხართ, ანუ გზას გაჩვენებენ, მოდით ასე რომ ვთქვათ რა. კიდე შეიძლება ზოგს ნახეთ, თუ თქვენ ფიქრობდით დაუშვათ ახლა საზღვარგარეთ წასვლაზე, ხო, დაუშვათ, ესეც აქაც გვაჩვენებენ, რომ იქნება ძვრა, აქაც. შეიძლება მასშტაბირობა გინდოდათ ბიზნესის, მაგრამ რაღაც ცოტა ვერად გვარჩება საბუთებთან დაკავშირებით, შეიძლება რაღაც, ანუ ყოველას თავისი მომენტში ფული არ ყოფნიდათ დაუშვათ, ხო? ну ან რაც იყო ისაბმარი ისე არ იყო, ან ელოდებოდეთ, შეიძლება გინდოდათ ჩადება ბიზნესში, აქაც მეუბნებიან, რომ გზა გაგეხსნებათ. მიხვდეთ, და ესეც არის აქ. так, მოდით აბა ნახოთ, აბა აქეთ რას გვეტყვიან, იქნება უფრო გავიგებთ ჩვენ. ну, კი ბატონო, აი ნახეთ, საქმეს რაც ეხება, თქვენ თუ რამე პრობლემები გქონდათ, ყველანაირად თქვენ მაგას აი გადაწყვეტავთ რა. იმიტომ რომ აქ ერთობა უკვე ჩვენი ჭკვიანი ქალი, ხმალების დედოფალი, რომელმაც ახლა ანუ ზურგს ასე ვთქვათ შეაქცეს ყველა პრობლემებს გამოვდივარ თუ რაღაცა თქვათ ახლა რა არის ნახეთ მე რატო ვიღებ ხოლმე აი ამ სამივე სფეროს ხო ნუ ჯანმრთელობაზე პროსტა არ ვლიდო რომ ოთხივე სფერო საჭირო მაგრამ მოქმედებს ნახეთ მოქმედებს აქ რაღაცა სიტუაციები იმიტომ ენერგია თქვენ ახლა შეიძლება სულ ეს ენერგია აგაუშვოთ მაგრამ აქ მეთომ გვაჩვენეს რომ რაღაცა თქვენ სხვაგან, აი თითქოს ენერგიას სხვაგან აგზავნით, მოიცადეთ აქ ახლა თქვენ ვერ დაენახავთ, მაგრამ მინდა რომ გქონდეს აქა. კი ბატონო. ენერგიას თქვენ ახლა ეთყობა ისე ნახეთ როგორ ანაწილებთ. თან საქმესთვისაც. კი. თან ურთიერთობაზე, даже ურთიერთობაზე შეიძლება იმდენად არა სხვათა შორის. არაძლევ თქვენ ადამიანს ენერგიას გადაუკეთეთ. და ეს ენერგია გადაუშვით თქვენ საქმიანობაში, მაგრამ მე აქ ვერ ვეტყვი რომ ვთქვათ, მაგრამ მაინც მოლოდინში ხართ. ну აქ შეიძლება ფინანსების მოლოდინში. короче, აქ შემიძლია გითხრათ რომ გამოდეხართ რაღაცა რთული პერიოდიდან. თუ დაუშვით სამსახურს ვერ პოულობდით აუცილებლად აქაც გვაჩვენეს რომ იპოვით შეიძლება თქვენ ახლა ხო გეუბნებით იყო რაღაც მომენტი ალბათ კრიზისი ნუ გამოდიხართ რომ ხო ვთქვი რომ გამოდიხართ ყველანაირად ნუ ხმალების დედოფალი ახლა ისეთი ჩართავს ახლა აქ ტვინს გონებას ქმედებას ყველაფერს ერთად და ნამდვილად თქვენ თუ სამსახურს ეძებდეთ კი თუ ვერ პოულობდით ახლა იპოვით შეიძლება ვიღაცის დახმარებით არ გამოვრიცხავ კიდე აქ არის შეიძლება დაუშვათ იყო რაღაცა პერიოდი რომ აი ძვრა არ ქონდათ არის ზოგჯერ ესეთი მომენტი რომ თქვა რაღაცას ფიქრობ რა როგორ გავაკეთო როგორ გავაუმჯობესო როგორ კიდე რა შემიძლია გავაკეთო ხო ფიქრებში ადამიანი ხო ან თქვა ახლა ჩავდო ფული არ ჩავდო ფული თქვა რამე საქმეში აი აქ გეუბნებით რომ თქვენ ამას ყველაფერს პასუხებს იპოვით რა კიდეც ახალი სამსახური შეიძლება ფიქრობ ნუ უარი შეიძლება გითხრას მაგრამ თქვენ ამასაც გაუმკლავდებით ყველა ვარიანტში რა აქ ძალიან კარგი ესე თქვენი არჩევანია რომელიც შეიძლება თქვენ даже ეჭვიც გეპარებოდა თქვა ან ფიქრობდეთ რომ აღარ გამოვა ხო თქვენ ყველა ვარიანტში აქ რაღაცას მოიფიქრებთ და გაუმკლავდებით ამ სიტუაციას так ფინანსები ну აქ შემიძლია გითხრათ რომ თქვენ უფრო რატომღაც მომდის რა იცით თქვენი ცოდნით მოიზიდავთ თქვენ ფინანსებს თუ თქვენი სამსახური დამოკიდებული არის კლიენტებზე კი ბატონო თქვენთან ნამდვილად
კლიენტები მოვლენ და მოვლენ თქვენს ცოდნაზე. არა აქვს მნიშვნელობა თქვენ რითი ხარ დაკავებული, არა აქვს. თქვენ თუ ხარ ის ადამიანი, ვისაც აქვს ინფორმაცია რამეზე, იცოდეთ თქვენ ამ თქვენ ენერგიაზე მოიზიდავთ კლიენტებს და ეს კლიენტები მოგიტანებენ თქვენ ფულს. ნახეთ, კიდე პლუს კიდე ნახეთ, აქ შეიძლება შეიძლება მოგიწიოთ ხარჯვა რაღაცა ბავშვებზე, იცით? აქ როგორ არის, იცით? და ეს პრინციპში მოულოდნელი შეიძლება იყოს ხარჯი აქ, მაგრამ რო გითხრათ ახლა კიდე ნახეთ რა ხდება. თითქოს რა არის, იცით კიდე? ფინანსები, მოულოდნელი ხარჯი კი იქნება. და შეიძლება იფიქრებთ, აქ როგორი ხარჯი, იცი, აი ნახეთ, შეიძლება თქვათ მოულოდნელი ხარჯი მოგიწიეს, თქვათ ბავშვებზე, თუნდაც ხო გეუბნებით რა. მაგრამ არის როგორი მომენტი, როცა შენ აი თუნდაც ბავშვებზე ხარჯავ ფულს, ხო? უფრო მეტი მოგივა რა, აი ამ შემთხვევაში შეიძლება თქვენ ახლა მე-19 არკანი ყოველთვის იმას ამბობს, რომ უფრო არის ზოგჯერ მატრიცაშიც რო ვარჩევ, იქაც არის ხოლმე, რომ აქ ადამიანს ეგეთი მისია რა, რასაც მე-19 ენერგია დააკვირდეთ ფულის კარმაზე თუ გაქვს 19-ში დაბადებულები თუ ხართ, აი მეტი ფული უნდა გასცე, ხო? საერთოდ ან ბავშვებს რაღაცა გაუკეთო და უფრო წამოგივა ფული. შეიძლება იფიქრებ, ვაიმე არც ვაპირებდი, მაგრამ რა ვქნა. მაგრამ ფული მოგივათ, მერე კი სამაგიეროდ უფრო მეტად. ყოველ შემთხვევაში ნახათ ახლა, აქ ძალიან კარგადაც იქნებით. შეიძლება ხო გეუბნეთ, აქ შეიძლება ენერგიულებთ, მაგრამ მე მაყოფილი იქნებით, იმიტომ რომ თითქოს რაღაცა წინსვლა, ახალი ნაკადი წამოვა თქვენთან ფულის. ახალი, აქ რაღაცა ესეთი მომენტები არის, იცით როგორ აი შეიძლება თქვენ უფრო თქვა დაწინაურებასაც შეიძლება დაუშვოთ თქვენ ახლა დიდი ხანი ელოდებოდეთ თქვა დაუშვოთ ინფორმაცია არ გქონდათ და აი სრულიად მოულოდნელად გეტყვენ რომ აი ხელფას ასე თქვა მოგემატებენ აი ასე რომ თქვა ახლა ამ კარტებით იმიტომ რომ ძალიან გაგეხარდებათ რა ძალიან გაგეხარდებათ და ძალიან მაგარი ნაკადი იქნება თუ დაუშვოთ თუნდაც კლიენტებთან მუშაობ აქ ძველი კლიენტების დაბრუნებაც არის თქვენთან და ახალი კლიენტები წამოვლენ მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა უბრალოდ მოგეუბნეთ რომ რაღაც ახალ ნაკადში გადიხართ რა და გამოდიხართ რაღაცა პერიოდიდან იმიტომ რომ შეიძლება იყოს მომენტი რომ არ ვიცი ეს ფული მიდის მოდის და რა ხდება ვერ გავიგე სტაბილურობა იქნება აი რაღაც ეგეთი მომენტი მოდის აქ გამოსწორდება სიტუაცია მოდით ასე ვთქვათ აი ურთიერთობა ვნახოთ ну ამ კვირაში ჩემო ლამაზებო სრულიად მოულოდნელად გამოჩნდება ადამიანი რომელიც იმალებოდა რომელიც შეიძლება ნახეთ ან გაერკვევა სიტუაცია ადამიანთან რომელთანაც იყო რაღაცა გაუგებარი სიტუაცია თქვენ ახლა ну ვერ ხვდებოდეთ რა უნდა არ უნდა იმალებოდა თქვა შეიძლება დაუშვოთ გამოჩნდება ახალი პარტნიორი ვინმესთან დაუშვოთ რომელიც გითვალთვალებდა ან შეიძლება თქვენ ჩუმად საუბრობოდეთ თქვა შეიძლება ინტერნეტ სივრცეში და ახლა გამოჩნდება გამოაჩენს და საკმაოდ სხვათა შორის ძალიან ისეთი ადამიანი იქნება სერიოზული კიდე აქ შეიძლება გაიგებთ თქვენ რაღაცას რაც არ იცით გოგობა თუ ახალი იქნება მე გგთხოვთ რომ
აუცილებლად გაიგეთ მასზე ყველაფერი, რომ მე არ აღმოჩნდეს, რომ ეს ცოლიანია და არა თავისუფალი, გაიგეთ, იმიტომ რომ შეიძლება ეს ადამიანი არ გეუბნება თქვენ იმას, რომ თქვათ მეც ცოლი მყავს და სჭირდება ურთიერთობა მარტო ფლირტისთვის და ამიტომ ცოტა ყურადღებით იყავით რა, ეგრევე ნუ დაუჯერებთ თუ ახალი გაცნობილი. შეიძლება ვიღაც ადამიანს ახლა გეუბნებით გაიგებთ რაღაც ესეთი ინფორმაცია, თუ ვიღაცასთან ჩამოვა ადამიანი, მამაკაცი, რომელიც ახლა ზოგისთვის ეს არის, თქვა, შეიძლება ქმარი და ბრუნდება. ნუ ზოგი გოგოები თქვა თქვენ რაღაცა გზიდან მოგივათ ინფორმაცია თქვენს, თქვა, ნუ მეუღლეზე, რომელიც თქვენთვის იყო შეიძლება აი გაინტერესებდეთ, მაგრამ უეცრად მიიღებთ ინფორმაციას კიდევ რა არის. ნუ უეჭველი ვისაც გექნება ყავთ თქვენ პარტნიორი მანძილზე და შეიძლება აი აქ როგორი სიტუაცია იცით, აკაც კარტა მირა რაღაცას გაარკვევთ, იცით თქვენ რაღაცა თითქოს დასრულდება და რაღაცა ერთი დასრულდება, ეს გაუგებრობა რაღაც, გაუგებრობა დასრულდება. გექნებათ აქ რაღაცა საუბარი. საუბარი გექნებათ. ზოგი შეარჩევანის წინ დადგება. შეიძლება შემოსევა იმისთან აქონდეთ თქვენ ახლა ამ კვირაში, რომ შეიძლება იფიქრებთ, რომ ბევრი შეიძლება ადამიანი წამოვიდეს თქვენთან, თქვათ, ინტერნეტში, ხო? გასაცნობად, რატომაც არა. და შეიძლება თქვენ დადგებით ესეთ არჩევანზე, რომ მაგრამ აქ როგორი თემა იცით, ბევრი კი იქნება ეს პაკლონიკი, მაგრამ აი გოგოები რო წერენ ხოლმე, არა მე ჩემი მირჩევნია, არ მინდა მე არავინ. აი ეგეთი რაღაცა იქნება. ისევ ჩემი მინდა რომ მოვიდეს, არ მინდა მე არავინ. აი ეგეთი რაღაცები გაქვთ თქვენ. და ამიტომ მე მგონი დაბლოკავთ იმ საწოდავებს, ვინც მოვა თქვენთან. აი თითქოს რაღაცა მეუღებლობა არიზავთ. იმიტომ რომ თქვენ აქ ხართ თქვენი ადამიანის მოლოდინში, კი. და სხვათა შორის კი იქ დაბრუნდება ეს თქვენი ყოფილი პარტნიორი გოგობა და ელოდეთ. იდუმალე, აქ როგორი თემა არის, იცით, თქვენ გენატრებათ ეს ადამიანი არის თქვენთან ადამიანი, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ ელოდებით მაგასთან შეხვედრა. შეიძლება მოხდეს ეს შეხვედრა, რატო გეუბნებით, შეიძლება რომ თქვენ ერთმანეთს არ ეუბნებით თქვენს ნამდვილ გრძნობებზე, რაღაცას უმალავთ და ამიტომ ეს ადამიანის ხა დგას ეს თქვენი ყოფილი პარტნიორი გითვალ თვალებს, მაგრამ თქვენ მაგრად იზიდავთ მაგას, იზიდავთ გოგო, აქ ექნება რაღაცა მნიშვნელოვანი საუბარი. აქ იცით როგორ ამისო წავედი გარჩევაში? არა. ეხლა ნახეთ აქ როგორი სიტუაცია, ეს ადამიანი თქვენთვის, ანუ ნახეთ, თქვენ თვითონაც იცით რომ ეს გითვალთ თვალებს, ესეთი ინტუიცია გაქვთ, რომ ძამაგრად იცით ისედაც რომ გიყურებს, მაგრამ აი ეს ექნება თქვენთვის შეიძლება მოულოდნელი თუნდაც, რომ ადამიანი მოვა რაღაცა სერიოზული წინადადებით თქვენთან, სერიოზული საუბრით. იმიტომ რომ ხართ მისთვის მნიშვნელოვანი, აქ რაღაცა შეიძლება ახალი ეტაპი დაეწყოს ვიღაცასთან კი. ისეთ რაღაცას გეტყვის, რაც აი თუ რამე მტკივნეული იყო, გაუგებრობა თუ იყო და თქვენ რო იყავით ხმალების დედოფალი და უარი თქვით, აი აქ რაღაცა ცვლილებები წავა, აქ მაღალი ძალები ერთობიან, ხო ხვდებით, აი აღაც გითხარით, მეოცე არკანი. აღდგენა ურთიერთობის მიდის აქი, იმიტომ რომ აქ არის სიყვარული და ელოდეთ. ჩემო სიხარულებო და შეიძლება აი ნახეთ, ვერო გეუბნეთ დაკავშირებული ეს სიყვარულის ენერგია წამოვა, რომელიც აქ ნახეთ როგორ იცი და იგივე.
მოდიოდა აქ თემა ის ურთიერთობის აღარ ჩავაქსოვე. იმიტომ რომ აი აქ ადამიანი, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი, ნახეთ, აქ იგივე კარტი სულ არის რა. შეიძლება დასრულდება რაღაცა მტკივნეული პროცესი, რომელიც იყო თქვენთვის გაუგებარი, რომ ვერ ხვდებოდეთ რა არის, როგორ და ის მოქმედებდა. ეს ერთმანეთზე მოქმედებს, მიხვდით? აქაც იმიტომ არის, რომ რაღაცა სიტუაციები რომ არ მომეწონა. აი აქ და აი რაღაცა ისეთი ისტორია იქნება ანახალი, ხო, რომელიც აი აქ ამ ენერგიას, ფულის ენერგიასაც ააღელვებს, მიხვდით? კი. დაელოდეთ, всё, ჩემო სიხარულებო. მე გისურვებ მხოლოდ სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს კარგს.